მე ხომ თოში 8 ვიდეო უნდა დამედო რა. და 7 ვიდეო მაქვს დადებული და ერთი ვიდეო დავამატო, ანუ რაზეც შევთანხმდით 8 ვიდეოზე, დავდო ეგ 8 ვიდეო? კი, დავდოთ. ანუ დავდო ხო? რატომ დავევოდოთ ხო? უბრალოდ მაინტერესებდა, ანუ 8 ვიდეოზე რომ შევთანხმდით 8 დამედო თუ არა. კი. ანუ რატომ ეკითხები ვერ მეხვდი? აღონთ. ასე რომ შევთანხმდით, რა უნდა დავდოთ? ანუ რატომ ეკითხები? ხო, არა, ეგ არის, ეგ მაინტერესებდა უბრალოდ. კაი. მეთქი რამ პრობლემა ხო არა იქ? არა. ხო მეკითხები. მადლობა. ოკეი. 2 წუთი გაქვს? კი. მოკლედ, ახლა არის მოსული ნინი. TikTok-ებს ვიღებთ. ხო, და რაღაც ვიდეო გადავიღეთ და ანუ ცოტა ძალიან ისეთ რაღაცას მეუბნება, ანუ ვიდეოში შენ უფრო ლამაზი ხარო. არდებს მერვე ვიდეოს, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემზე ლამაზადო და ანუ არ გამოვაო რა ეგრეო. ხო, და მე შენთვის დაურეკავს და შენს გითქვამს რომ ხატია თუ შენზე ლამაზად არისო, მაშინ არ დადოო და ცოტა ვერ გავიგე. ანუ ხო, რა შუაშია? ხეთია. აქ მერვე ვიდეოზე, იმიტომ დაგირეკა და არ უნდა რომ დადოს, იმიტომ რომ მე ვარ უფრო ლამაზად და მეუბნება რომ ნინჩო მითხრა რომ არ დადო, თუ ხატია უფრო ლამაზიაო და ვერ გავიგე, ანუ რა ლოგიკური რაღაცაა. მსგავსი კომუნიკაცია მქონია, ჯერ ერთი ეგ და მეორე ნინჩო რატო იტყო და ხატია თუ უფრო ლამაზია, შენი ვიდეო არ დადო, ანუ რატო მომივიდო და აზრად ხმე? არ ვიცი, ამ გოგოს აშკარად პრობლემები აქვს. არ არის ეგეთი გოგო რომ რაღაცა რაღაცაზე გაჭედოს მართლა. ნინჩო იცი რა არის? შენ საკმარისად ხშირად არ სკროლობ TikTok-ს იმისთვის, რომ იცოდე თანამედროვე ტრენდები. აუ, ნინი, რატო შემაშინეთ? ვერ გავიგე, მეთქი რამ გადარია ეს გოგო თქო. აუ, რა გინდათ, ნერვები მომიშალეთ, ამანერვიულე ტრენდები, კენე ხალხის ნერვების მოშლა იცით. მიდი გაკოცე. მადლობა გაკოცეთ.